ხელვაჩაურის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ბარათები ამ დრომდე არ მიუღია. ამის შესახებ განცხადება დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია ეთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააკეთეს. მიშა ბოლქვაძის განცხადებით რაიონის სოფლებში ბარათები მხოლოდ 10-მდე ოჯახმა მიიღო. ფრაქცია ეთიანი ნაციონალური მოძრაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბარათების დროულად დარიგებას თხოვს, რადგან საზაფხულო სამუშაოები თითქმის დასრულდა. შეგახსნა იმ სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწყო. იგი ფერმერებს 3 ეტაპად დაურიგდებათ. ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას ადასტურებენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თუმცა გაჭიანურების მიზეზად სოფლის რწმუნებულების არაეფექტურ მუშაობას ასახელებენ. თემის დეტალები მთავარ გამოშვებაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რამოდენიმე ერთეულ ოჯახს აქვს მხოლოდ ეს ვაუჩერი მიღებული. ჩვენ გვაინტერესებს, რატო არ მოხდა აქამდე ამ ვაუჩერების დარიგება მოსახლეობაზე და რატო არ შეასრულა ის დანაპირები ხელისუფლებამ, რაც წინასაარჩევნოდ დაპირდა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს სოფლებში გასვლა, ფრაქცია ეთიანი ნაციონალური მოძრაობის, გვაქვს კონტაქტები მოსახლეობასთან და მოსახლეობას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიუღიათ მათ სასოფლო-სამეურნეო ბარათები. ნაციონალური მოძრაობის კადრებმა, უშუალოდ საკრებულოს უნებულებმა, თემისა და სოფლების გამგებლებმა, რომელიც ემსახურებიან ნაციონალურ მოძრაობას და დღემდე ემსახურებიან პირველი სიები არასწორად გაგზავნიან თბილისში, რადგან არასრულყოფილი იყო და არასწორად იყო ფართობები აღნიშნული და სიები გადაცემული, გამგებელმა მიწერა წერილობით თბილისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტოს, სადაც ვინც არიგებს ამ ბარათებს, ამიტომ წავიდა ახალი აზომვები, ახალი ფართობების შესწავლა და გადაიგზავნა თბილისში